სიგიჟისკენ მქონდა მიდრეკილება. ბევრი დაბრმავდა რაღაცა კოდებით, რომელიც მათ არ ეკუთვნოდა. კივილი, წივილი, მე რა ხდება? მე ვარ სირცხვილი ამ ოჯახის. არა, ეგის თემა რომელზეც ვერ ვილაპარაკებ. სასამართლოზე ვარ დაბარებული. და ნუ სისხლიანი მქონდა ეს ფეხები და ბოლოს დარჩნა კბილების გარეშე. ლადენტურ კონცეფტს. გაუნაწილებელი ბრბოს მართვა უფრო მარტივია და ანუ ყველაფრის გამო გიჭერენ, არ არის აუცილებელი რომ კრიმინალი იყო და გიჭერენ, ეგ არის მთელი კატასტროფა ამ ყველაფერში. ნატალია, როდესაც ვემზადებოდი ინტერვიუსთვის, მივხვდი რომ გარდაუვალია არ შევეხოთ შენს ოჯახს. უკვე? თუმცა სანამ მივალთ ოჯახამდე, მინდა გაიხსენო როგორი იყო შენი ბავშვობა. ეგ გაჩნია რა კუთხით? ყველანაირი. არ ვიცი. ყველანაირი იყო მართლა ჩემი ბავშვობა. ესე რომ გავიხსენო, ასე ვთქვათ, სკოლამდელი პერიოდი. სუსახში ვიყავი. ან კრისტეს დავყავდი სხვადასხვა ადგილებში, გიორგის რაღაც თეატრში მივყავდი, ზურას მივყავდი გადაღებებზე. ეგ ხდებოდა და იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ ამასთან ერთად აი სახლის ბავშვი ვიყავი რა. ჩემ თავთან თამაშობდი რაღაც პროფესიობანას და ვწერდი და ხო ეზოში არ მიშვებდნენ. რაღაც საშიში იყო მაგ პერიოდში და არ მქონდა რაღაც უკანა ეზოს გასასვლელი და პარკში სხვანაირად ვერ ხვდებოდი და ამიტომ ხო, აი ეს გამოცდილება არ მქონია, ხეზე აძრომის და ველოსიპედიდან გადმოვარდნის, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ჩემი ბავშვობა, სხვებისგან განსხვავებული, ასე ვთქვათ. გარდაუვალი იყო კიდევ ის რომ პოპულარული ყოფილიყავი. ეგ უბრალოდ მოხდა, ანუ რომ გავჩდი რაღაცნაირად ყველას ძალიან გაუხარდა, იმიტომ რომ აი კრისტიმ და გიორგიმ ბავშვი გააჩინეს, აი ეგ იყო. და მე რაღაცები რო ხდებოდა მაგალითად ბავშვი ჭირდებოდათ გადაღების დროს აი მამა ჩემისთვის ან დედა ჩემისთვის მან უცბად მეუბნებოდნენ რომ მივდივართ ანუ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა ეგ მაგრამ ხო ანუ ერთადერთი რაც პრობლემური არის მაგ საკითხში არის ის რომ შესაძლოა უბრალოდ გაძლევენ მაგ პოპულარობას მე მთელი ცხოვრება ცდილობ რომ დაიმსახურო. შეიძლება საერთოდ არის გაინტერესებდეს მსგავსი რაღაცები, მაგრამ რაღაც დამსახურებული იყო რა. არ იყო nepo baby, რომელიც რაღაცნაირად არ მომწონს. მაგრამ ნუ ვიცი, ლოგიკურია რომ ვარ. მაგას ვერ გამიქცევი, ხო. ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც გიფიქრია, რომ ჯობდა არ ყოფილიყო ეს პოპულარობა და ყურადღება შენს მიმართ. ალბათ, რაღაც მომენტებში. აი რაღაცნაირად ალბათ გარდატეხის ასაკში, როცა სიგიჟისკენ მქონდა მიდრეკილება, მინდოდა რომ უფრო თავისუფლად ყოფილიყავი და რაღაც თვალები არ მქონოდა რაღაც დაწესებულებებში, ან მაგალითად მართლა მომეტყვა რომ ვარ რაღაცა 18-ის და ვიყავი 15-ის, ვერ ვიტყუებოდი, იმიტომ რომ იცოდნენ რომ 15-ის ვიყავი. მაგალითად კლუბში როცა კიდე შესლა. ხო, პატარა რომ ვიყავი, ვერ ვიტყუებოდი. ეს მიყურებდნენ და აი ანუ ხო ეგ არ გამომდიოდა ფიზიკურად, ხო? ანუ ეგ იყო ალბათ რა. თანაჩენი რა ვიცი ხა შეწუხებული ვიყავი თქო და დავტიროდი ამ ყველაფერს თქო ვერ გეტყვი და არც ის არის რომ აი ყველაზე კარგი რაღაცა რაც შეიძლება დაგემართოს. უბრალოდ ვიცი რომ რაც დრო გავიდა და მეგობრები მიზიარებენ თავენ ბავშვობას, სხვა გამოცდილება მქონდა მე ძალსახად რა ვიცი ხა გადაღებებზე დავყავდი 5-ის რო ვიყავი ზურას რაღაც ურუშაძეს ფილმის გადაღება მახსოვს ყველაზე კარგად სამი სახლის. და რაღაც ის იყო მაგიური იყო რა და მაგიტომ შემოყვარდა გადაღების მოედანი. როდესაც უსმენ შენს მეგობრებს როგორი ბავშვობა ქონდათ, ხო? ხო. არ გქონია სურვილი რომ აი მეც მინდა ასეთი. რაღაც მომენტებში მქონდა, მაგრამ მე მივხვდი რომ მაგის გაკეთება ეხლა შემიძლია რა, მაგალითად ეს მაქვს გეგმა მაქვს 2026-ში რომ აუძვრე ხეზე. ან თითქოს არაფერი არა, მაგრამ მომინდა ველოსიპედზე დავჯდა და ანუ ვიკატავ. არის ველოსიპედი. არა. ერთხელ კრისტისგან ჩუმად გამოვიპარე ლობოტაზე. 10 წლის ვიყავი და საუზე ვიყავით რა და საცურა კოსტიუმით ეს გამოვიპარე, მეთქი სანამ დამინახავს. დავჯექი ამ ველოსიპედზე 1-2 კრუკით დავარტყე და უზბად ჩავარდი ამ ტბაში. და ნუ სისხლიანი მქონდა ეს ფეხები და მაგის მერე უფრო შემეშინდა. ნუ უფრო შემეშინდა და ჩემის. ვიდრე ამ ფეხების, მაგრამ
ხო მაგის მე რაღაც ვეღარ ვზივარ ამ ველოსიპედზე. რომ დავივიწყოთ შენი ოჯახი, ბოლო 2 წლის განმავლობაში საზოგადოებამ გაგიცნო არა როგორც აი ყიფშიძეების ოჯახიდან ადამიანი, არამედ როგორც აქტიური მოქალაქე, რომელიც მკაფიოდ იბრძვის საკუთარ ქვეყნისთვის. რა რეაქცია ქონდა შენს ოჯახის წევრებს, როდესაც გადაწყვიტე, რომ აი მორჩა დუმილის დრო დამთავრდა? ნუ აი სხვადასხვა ეტაპი იყო, იმიტომ რომ 2 წელი გრძელდებოდა ეს ყველაფერი ეტაპების მხრივ. მაგალითად პირველად ნუ ბავშვობაში ისე დავდიოდი აქციებზე, რაღაცა თუ არ მომწონდა ყოველთვის ვიყავი იქ და სულ დამალულად მივდიოდი ხოლმე, იმიტომ რომ ბებეჩემს არ უყვარს მაგათად ბევრ ხალხში რო ვარ, ეშინია რამე არ დამემართოს. მაგრამ მოხდა ეგრე რომ არ ვიყავი კარგად მენტალურად. და ვიყავი ჩაკეტილი სახლში და ერთ დღესაც მე მგონი მაისის აქცია იყო. აი 2023 წელია გაზაფხულის აქცია, მე მგონი მაისის თუ არ ვცდები. ხო მაგათ გაზაფხული იყო, მე არ ვიყავი ამ ქვეყნად რა პირდაპირ მნიშვნელობით და მაგ დროს მახსოვს რომ საღამოს გამოვდივარ, მესმის რაღაც ხმები ამ ტელევიზორზე და ეს ყველაფერი დავინახე რაღაცნაირი ბრაზი მქონდა და არ გამიშვა ბებეჩემ, ანუ ჩამკეტა. მეთქი კაი თქო, დირექტ რო გავიღვეძე, მეთქი მე უნდა გავიდე მაღაზიაში თუ რაღაცა ვიყიდე რაღაცები აფთიაქში და წავედი რა, ანუ არის თქვი ისე. და მან რაღაცნაირად თავი ვიგრძენი რომ აი არ ვიცი, ბევრს აინტერესებს აქციას რა აზრი აქვს ადამიანისთვის რა, ანუ აი შენ რას იღებ იქ რო დგახარ და იმას იღებ რომ რაღაცა რო არ მოგწონს და არის ძალიან დიდი ეს რაღაცა. ამას რო გრძნობ რომ ებრძვი ფიზიკურად და იქ დგახარ და ამბობ რომ არ ანიშნავს არას, რაღაცას გაძლევ შინაგანად უფრო გამშვიდებს. თან მაგ პერიოდში მახსოვს რა, მაგ დღეს გაზი იყო და მეორე დღეს რომ მივედით უკან წაიღეს ეს რუსული კანონი. ეგ 2023-ში. და მე ერთ წელიწადში რომ კიდევ იგივე გაგრძელდა, მან უკვე ბრაზი იყო. და მე ნუ უფრო ხშირი იყო ჩემი იქ ყოფნა და ჩემმა ოჯახმა მიიღო. მაგრამ ძალიან ეშინოდათ. შეგიძლია ამითხრა თავარი პრეტენზია, რომელიც არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასთან? მე უკვე ძალიან ბევრი არსებობს, მაგრამ აი რამე ტოპ 3 იყოს. მოდი ერთს ვიტყვი რა, რომ ანუ ხალხს მოусმინონ. თუ ადამიანები გეუბნებიან, რომ შენი რაღაცა გზა არ არის სწორი და რასაც აკეთებ არ მოგწონს და ჩვენს მორალს არ ემთხოვა, არ აქვს მნიშვნელობა როგორი თავდაჯერებულის არ უნდა იყო რომ სწორი ხარ. უნდა რაღაც მხრივ მოусმინო ამ ადამიანებს რა და იმდენი პრობლემა არის რომ ახლა რომ დავიწყო ლაპარაკი, რა ვიცი, ალბათ ყველაზე ტოპ იქნება უდანაშაულობის შეგრძნება რო აქვს ამდენ ადამიანს და რო არ უნდა გქონდეთ ციხის გამოცდილება და აქვთ და თან ვერ გამოდიან. მაგალითად ჩემი მეგობარი ანდრო და კიდევ 100-ზე მეტი ადამიანი, სიგიჟეა უკვე რომ ამდენ ადამიანს ვლაპარაკობთ. კი, თან ციხის გამოცდილება უკვე აქვთ და ის საქმეები, რომლებსაც უნდა ეხლა აკეთებდნენ, ვერ აკეთებენ. საკმაოდ წარმატებულ ადამიანებზე ვლაპარაკობ და განათლებულზე. რომლებიც ასე თქვა ამ ქურდული ცხოვრებით არ ცხოვრობდნენ არასდროს და არც ცუდად ექცეოდნენ ადამიანებს, რომ ეგ დაემსახურებინათ. უბრალოდ ანუ საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ. ეგ ერთი, მეორე სიგიჟე ჩემთვის არის ის, რომ განათლებას ახშობენ. და რა კუთხით? მაგალითად ის ახალი კანონი 11 კლასზე. მაგალითად ახლახანს გავიგე ამ უნივერსიტეტებისთან რაღაც გადაკეთებაზე, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების ადგილას ანუ გაქირავდება, არ ვიცი ვინ იქირავებს, რისთვის იქირავებს, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ განათლება უარესობისკენ მიდის, ეს ნაღდი ფაქტია და თან მიზეს ყველა ძალიან კარგად ხვდებით, რომ გაუნათლებელი ბრბოს მართვა უფრო მარტივია და მეორე ადამიანი არ დაიწყებს რაღაც კითხვების დასმას, მაგრამ ეგ ძალიან ძიმე არის ჩვენი ქვეყნისთვის. განათლების მინისტრი რო ამბობს იმას, რომ რა საჭიროა რომ ყველას გქონდეთ უმაღლესი განათლება, მანდ არის უკვე ძალიან დიდი პრობლემა. და ეს უფრო მძიმეა ვიდრე ერთი შეხედვით რა. სხვათა შორის ბოლო მაგალითებმა გვაჩვენეს, რომ აუცილებელი არ არის გქონდეს
განათლება რომ რაღაც ისეთი პოზიცია დაიკავა ჩვენს ქვეყანაში. ხო და ანუ მე მაგას მე ეგრე გავიზარდე რა, ანუ ბავშვობიდან ჩემი ბებო, ოღონდ მამის მხრიდან ლელა არასდროს არ მეუნებოდა ბებოს სილამაზეს რა. ბებოს ჭკვიან გოგოს მეძახდა და ანუ ყოველთვის აი ერთადერთი რაზეც მელაპარაკებოდა ყველა ჩემი ოჯახის წევრი ყოველთვის იყო ფიქრი იმაზე თუ როგორი განათლებული ყოფილიყო. მაგათ ეხლა რა უნდა ვისწავლოთ? რომელი ენა ვისწავლოთ ახლა და ნუ აი სულ იყო მაგაში და ეს ჩემს ტვინშიც ეგრე არის რომ ანუ რამეს რომ მიაღწიო ცხოვრებაში რაღაცა რომ დაიცვა ცხოვრებაში რაც შენთვის არის ღირებული თუნდაც პოლიტიკურზე არ ვისაუბროთ რა ვიცი შენი უფლება ვიღაცა ადამიანის წინ ჩხუბის გარეშე თუ არ გაგანათლება ამას ვერ იზამ ძალიან ბევრი რაღაცა არის რისთვისაც არის ეს საჭირო და ამაზე რომ მიწევს ახლა აქ ჯდომა ამის ახსნა ეს ხომ უკვე ძალიან დიდი პრობლემაა რომ ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ განათლება გვჭირდება და აუცილებელია და ყველას უნდა ქონდეს მაგისი უფლება. იმის მაგივრად რომ მაგალითად თბილის გარეთ ვიფიქროთ როგორ მიიღონ ბავშვებმა განათლება მაგალითად. ახლა საერთოდ თბილისშიც კი იხშობა ეგ ყველაფერი. აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა ჩამოვიდეს აქ და მიიღოს განათლება. ყველას უნდა ქონდეს მაგისი უფლება. წარმოიდგენდი. აპატია ძალიან ემოციური ხდება ამ საკითხზე. მესმის შენი მეც ამ თემას ოდესაც ვეხები და ვსაუბროთ ცოტა ვიძაბები ხოლმე, რადგან რაღაც უსამართლობის გრძნობა გღრღნის შიგნიდან. წარმოიდგენდი, რომ შენი აზრის დაფიქსირების გამო აღმოჩნდებოდი სასამართლოში. კი. ზუსტად ვიცოდი. ამიტომ როდესაც მე ვამბობდი ანუ ერთი წლის შემდეგ რომ კიდევ ახლენ დაიწყეს ამ რუსულ კანონზე საუბარი. და ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოგვატყუეს და დაგუშალეს და ერთ წელიწადში იგივე დაიწყეს. მან უკვე ვიცოდი მათი კურსი რა, მათი კურსი იყო რუსეთის კურსი, რომელიც ყველასთვის ძალიან ნაღდია, ანუ ხედავთ ინტერნეტში, ხედავთ იმ ადამიანებს, რაც ჭირთ ახლა და ზოგი გამორბის იქიდან, იმიტომ რომ არ დაიცვეს საკუთარი უფლება. ან ვერ. თავიდან არ და ახლა ვერ. სანამ გაძლიერდა იქ დიქტატურა. თავიდან ალბათ შეეძლოთ რაღაცა დიდი პროტესტებით, მაგრამ ეგეც კორუმპირებული ქვეყანაა და ბევრი ადამიანი ძალიან კომფორტულად გრძნობს მაგ სიტუაციაში თავს. მაგალითად, ბოლო პერიოდში TikTok-ში მხდება ძალიან ხშირად როგორი რუსული კონტენტი იცი, ინგლისურად ლაპარაკობენ სლამაზი გოგოები და გიყვებიან იმაზე თუ რატო უნდა აუცილებლად ჩამოხვიდე მანდრა სად რუსეთში? ხო, როგორი კარგია და აჩვენებენ, რაც მართლა კარგი აქვთ მეტროს მაგალითად, რომ როგორი სუფთაა. და ვაუ, ანუ ავყვავდით და აქ თუ ჩამოხვალ, ყველაზე უსაფრთხოდ იქნები და მე გიქნება ალბათ ასე ვთქვათ, ნაყიდი ტრაფიკი, ხომ? აი პროპაგანდას რომ გააძლიერონ და რიჩი კარგი აქვს. დარწმუნებული ვარ. ანუ მე ამომიგდო, ჩემთანში არანაირი კავშირი არ არის ეგ კონტენტი და ამომივარდა. და ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა კონტენტ კრეატორები არიან, მანდ ჩართული ხა და ნუ პროპაგანდა იმაზე, რომ იქ კარგია და უნდა ჩამოხვიდე. და არ ვიცი, ერთადერთი რაც მე არ მინდა რომ ოდესმე ვინმე დამეძახოს ქსენოფობია, ან რამე, ანუ არასდროს არ მინდა ეგ ვიყო, იმიტომ რომ აქეთ პირიქით armenofobia არის ჩემსკენ, რავი, ბავშვობიდან, რაც თავი ამაზე მახსოვს. ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ ადამიანი, რომელიც აქ ჩამოდის და იცის, როგორ ექცევა მისი ქვეყანა, ჩემს ქვეყანას და მისი ასე ვთქვათ, გზა იყო ეს ქვეყანა მაინც და მაინც და არა რამე სხვა და აქ არის კომფორტულად როგორც აგარაკზე და ცუდად მელაპარაკება მაგალითად ქუჩაში, ან ცუდად ელაპარაკება ჩემს თანამოქალაქეებს, ეგეთ ადამიანებს ვერ მივიღებ კარგად რა. არა იმიტომ რომ ვინ არის, ეგ რომ იყოს მაგალითად სხვა ეროვნების წარმომადგენელი, იმაზეც იგივე მექნებოდა. აქ უბრალოდ სხვანაირი ძიმე სიტუაცია ქართველების უმრავლესობას მიაჩნია რომ მათთან უფრო კარგად უნდა კონდეს რაღაცა ურთიერთობა უმრავლესობაში გულისხმობ დიდ თაობაში. აი დიდი თაობა ძალიან მატკენს გულს. იმიტომ რომ რამდენი რაღაცა გამოიარეს და მანდ არ უნდა იყვნენ რა. არ უნდა იყვნენ ისევ იმ აზრში რომ რაღაცა იმპერია, რადგან რაღაცა ერთი და იგივე რელიგია რაღაც გაკავშირებს, მაგიტომ უნდა მაგათკენ ვიყოთ.
შენი აზრით რის სიბრალია, როდესაც დიდი თაობა მხარს უჭერს ასეთ მოვლენებს? მ სიმართლეს რო გითხრა, კომუნისტების პერიოდში მე სადაც ვხედავ რა შეიძლება ენატრებოდეთ ამ ადამიანებს, არის ძალიან მარტივი. ის რომ ყველა ცხოვრობს ჩვეულებრივად. ანუ გულისხმობ იმას, რომ არ შეათ და არ წყურიათ და ეს ყველასთან ესე მოდის ლანგარით. ავიზრდებათ, რომ თავალი რაღაცა რაც არის თავისუფლებაში არის ის, რომ შენ შეგიძლია ყველაფრით, შენი რა ვიცი, განათლებით, მონდომებით, ფიზიკური შრომით თუ რაც არ უნდა იყოს, ააშენო შენი რაღაც რა და თვითონ ქვეყანაში ძალიან მოდებულია მაგალითად ეს ქუჩური მენტალიტეტი, რომელშიც ამბობენ, რომ ეს მე მეკუთვნის. ანუ რატო ეკუთვნის არავინ არ იცის, მაგრამ ხო, ანუ ეგ დრო უნდათ და არა ის, რომ მაგალითად უფრო კარგად იყოს ყველაფერი სხვანაირად. ეხლა დღესდღეობით ის რაღაცა დეკლარაციის ამბავზე რო დაიწყეს ლაპარაკი და აბა არ გინდოდათ ევროპა და რაღაცები რო დაიწყეს მათ. კი, ეგ არის სტანდარტი, მაგრამ სანამ ეგ სტანდარტი იქნება, მანამდე მანამდე კიდე სხვა. რაღაცები უნდა გამოვიაროთ, რომ უბრალოდ შევძლოთ, ხო ხვდები რასაც ვამბობ. კი. ეხლა ვიღაცა პენსიონერი რო არის რა, რომელსაც რაღაც პენსია აქვს, რა ვიცი, 300 ლარამდე, ხო? ამას აქვს სახლი. რომელიც რაღაც არ ვიცი 50,000 ლარამდე ადის თვითონ ღირებულება. ამ ადამიანმა უნდა გადაიხადოს პროცენტი კიდე წარმოიდგინე. კი არ აქვს შემოსავალი, მაგრამ ის სახლი ეგრე ღირს. ანუ ეს იქნებოდა ძალიან ნორმალური, რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში სხვანაირი პირობები. რატომაც გვინდა ევროკავშირი? ევროკავშირში წავიდეთ და რაღაცა ბევრს გავერთობით კი არ არის, აქ მთელი ამბავი იმაზე არის, რომ ადამიანის დაფასება, მაგალითად, რაღაც ჯანდაცვის მხრივ, განათლების მხრივ, ტურისტულადაც ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდოდა აქ უფრო მარტივად და აღარ ვიქნებოდით მოიცა შტატი თუ რაღაც ქვეყანა რუსეთთან არ ვართ და ეს ბოლო პერიოდში გავხდით, რომ აი ქვეყანა და ვიღაცები რუსულად არ გველაპარაკებიან რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ხშირად არა. როცა იგებენ ჩვენ ქვეყანაზე. დიდ თაობას რომ დავუბრუნდეთ, ხომ არ ფიქრობ, რომ ეს არის იმის სიბრალი, რომ შეუქმნეს თავის დროზე კომფორტის ზონა და რადგან ჩვენ არ გვიყვარს აშკარად შრომა, არ გვინდა რაღაც გვეშინია სიახლეების, გვეშინია რომ მოგვიწევს ზედმეტად ვიმუშაოთ, რისკისთან. ეკო. აი რაღაცა ბიზნეს ანუ რისკები რო უნდა არსებობს. დავადანაშაულოთ რა მენტალიტეტი ჩვენი დიდი თაობის უკაცრავად. მე მგონი ეგ და ასევე ბევრი დაბრმავდა რაღაცა ქონებით, რომელიც მათ არ ეკუთვნოდა. ანუ ადამიანი მოდის დიდი ქონებით და გონიათ რატომღაც რომ ყველას დაურიგებენ რა ამას. ამ დროს ეს მისია, ანუ საერთოდ არ ფშუაში არ ხარ ამასთან. თავის დროზე ხომ ზუსტად მასე მოხდა. მოვიდა მდიდარი ადამიანი, შეპირდა ყველას. არ ვიცი რა. მაგრამ მიშას დროსაც ხო შეპირდნენ ეს რაღაცა კბილების გაკეთებას, ახლა არ გამოვიდა ის ფილმი? კი. ხო, ანუ და ბოლოს დარჩნენ კბილების გარეშე. იმიტომ რომ იყო ეგ რაღაცა და ვიცი პროპაგანდა, ხო, აი პროპაგანდა თვითონ რა, აი მიშაზე რაც არის ახლა. ეგრე ყველაზე სიგიჟე, აი ეს ხელისუფლება თუ წავა, მოვა მიშა. საიდან უნდა მოვიდეს მიშა, არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ყველას აქვს ისტერიკა მაგ პერიოდზე. კი მე ვიყავი პატარა მაგ დროს, მაგრამ ნახე, დიქტატურა როცა ყალიბდება, 12 წელი უკვე აქ არიან. ვერ ხვდები როგორ შეიძლება სიახლე არ გინდოდეს. და ახლა ფიზიკურად არ გვაქვს სიახლე, იმიტომ რომ ოპოზიციური პარტიები დაიბლოკა, ანუ უკანონო არის. გეტყვი, როგორ შეიძლება სიახლე არ გინდოდეს. როდესაც მიშას დრო იყო და რაღაც პერიოდში უკვე ხდებოდა ცუდი ამბები და ხალხს შეეშინდა მოინდომეს ეს ცვლილება და მოვიდა უარესი ვთქვათ, ხო? და ახლა კიდევ იმის ეშინიათ ალბათ მე ვფიქრობ ასე, რომ ამათ მერე უფრო უარესობისკენ არ წავიდეთ. შეიძლება. არა, ლოგიკურიც არის. ძალიან ტრავმირებული ქვეყანაა, მოკლედ რო ვთქვათ. აი როგორც მე ვიცი, აი ახლა უყურებდი Shameless, არ ვიცი რატო გამახსენდა ახლა ეს ყველაფერი ამასთან, მაგრამ აი პერსონაჟები, მეც
ეს პერსონაჟები ისე ტრავმირებულები არიან, იმდენი ბავშვების ტრავმა აქვთ, რომ შეიძლება რაღაც მომენტებში არ არიან ძალიან სწორი პოზიციებით, მაგრამ ამართლებ. აი, ეგრე ვამართლებ ჩვენს მოქალაქეებს რა. რომელ სეზონზე ხარ? დავამთავრე. აი, აი, ახლა ვირუსი მქონდა და დავამთავრე. ზოგი ჭირი მაგიტო ხმა მარკებელია. არა მაქვს ისე მოვადიეთ. ეს კარგი მაჩვენებელია ეს სერიალი, აი, როდესაც ფიონა, ხო ფიონა ქვია ხარ მახსოვს? თავარი. კი, ვერ დგავდა იმ ნაბიჯს, რომ წასულიყო ოჯახიდან და თავის საქმე გაეკეთებინა. ბევრჯერ დაემართა ეგთან. კი. ბევრჯერ ვერ გადადგა და ბოლოს გადადგა. ხო და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოებაც მივა იმ რა ვთქვა მომენტი დაგვიდგება, რომ გადავდგავთ ასეთ ნაბიჯს და გამოგვივა რაც გვინდა. ნატალია, დაუბრუნდეთ სასამართლოს. მინდა ქრონოლოგია გაიხსენო, როდის დაგიკავშირდნენ, რა გითხრეს, როგორ დაგიბარეს, რომ დაგიბარეს, რა გითხრეს და რა ბრალდებულება იყო. ძალიან სასაცილო ისტორიაა ეგ. ვიყავი მარშზე და რაღაც პერიოდის შემდეგ მეგობართან ვარ და უცხო ნომერი რომ მირეკავს არ პასუხობ არასდროს. აი გამორიცხული არავინც არ უნდა იყოს და მომწეროს რომ აი ეს ვარ გადმომირეკე და გადავურეკავ. მე შინია რა უცხო ნომრებს. ხო, ეგეთი ფობია მაქვს ბავშვობიდან. ანუ არ მინდა რა ვიღაცამ ცუდად მელაპარაკო რაღაც არ ვიცი. ყოფილა რამე ასეთი შენ ბევრი ცხოვრებაში ხო? და რას გეუბნებოდა? ნუ აი სტალკერები, მაგალითად ხმას არ იღებდნენ და პოსტა მეგონა მე რა ჩემ ლოკაცია, ნუ მოკლედ რა, ფობიები მაქვს მაგაზე. არ პასუხობ. და ეგ ვჭერ დამირეკეს. და მე როდესაც მესეჯი მომდის, რომ სასამართლოში გიბარებ და მეთქი ანუ უეჭველი ვიღაცა მიღადავება, ანუ იმის გამო რომ აქციების პერიოდია და რაღაცა. აღმოჩნდა რომ არ მიღადავებოდნენ, დაურეკეთ მეგობრის მეგობარს, რომელიც ადვოკატი იყო. მეთქი ეს შეუძლიათ, მე რაღაც ფილმებში მქონდა ეგ ნახე რაღაცა წერილი მოდის, ან მოდის პოლიციელი და გეუბნება რომ უნდა წახვიდე. აი რაღაცა ხდება რა და აი მესიჯი ან მე როთან დავუძაბე ასე ვთქვა რომ მეთქი რას მეღადავები თქო და ვინ ხარ თქო და რა გინდა თქო ბოლოს უკვე ისე მოიწერა რომ უფრო გაგირთულდებაო რა თუ ესე გააგზელებო პარაქსო. ანუ მესიჯობდით, ზარით არ ხდებოდა ეს. მოსამართლის ასისტენტთან. და დაგეძაბათ ურთიერთობა. ხო, იმიტომ რომ მე გავუჭედე რომ მეთქი მე რატო უნდა ვიცოდე რომ შენ მე ნახტი ხარ. მუხარა წამოვიდა. ხო, რომ უნდა უეჭველი მივიდე, იმიტომ რომ თუ არ მივალ მე რაღაცა იქნება რაღაცა და რა იქნება აღარ მახსოვს ეგ დეტალები, მაგრამ ეს რო გავიგე ის კი არ მჭირდა რომ ვაიმე სასამართლო, მეთქი ვაიმე დედა ვიცი რომ აი მომკლავს დედა ჩემის და ბებია ჩემის რა დაახლოებით 5 დღე დავმალე არავის არ ვეუბნებოდი რომ ამათ არ გაეგოთ და მე უკვე უნდა მეთქვა იმიტომ რომ მალე იქნებოდა ეს სასამართლო და უკვე უნდა ხმამაღლა მეთქვა და რადგან ხმამაღლა მეთქვა წინა დღეს ამათ ვუთხარი მედიაში არსად არ იყო ინფორმაცია რომ ვუთხარი და მე გავავრცელე ჯერ ამათვის უნდა მეთქვა და ჯერ ვერ ვემზადებოდი ვერ ვამბობდი მოკლედ რა იმიტომ რომ მეშინოდა დედა ჩემის ერთადერთი ვიღაცა ვიზის მეშინია დედა ჩემი ბებია ჩემი ცხოვრებაში არა კრისტის კი არა რომ აი არადოს აი ხელიც არ დაურტყავს ეგრეც არც უყვირია რაღაცა მაგრამ მის იმედგაცრუების დანახვა რომ მაშინებს და ბებია ჩემის ხო საერთოდ ანუ აი მან მირჩევნია რომ მართლა დამიჭირონ ოღონდ ეგ სახი არ დავინახო ანუ ჩემთვის ყველაზე მძიმე ეგ არის რა აი ბებომ რა შემხედოს რომ აი არ ვიცოდი რომ ამას იზამდა ეგეთი რაღაც ხო და ანუ წამიგნე მე არც არ მეგონა რომ სასამართლოში ვდის მე იმიტომ რომ რა დამიშავია რომ მან ვიყო ხო ხვდები არ მიცხოვრია ისე რომ რაღაცა სასამართლოებზე დედა ჩემი მოდიოდეს ჩემთან და იჯდეს იქ ხო და მოკლედ პირველზე რომ მივედით აღმოჩნდა რომ ანუ არც ვიცით რომელ დღეზეა რომელი აქციის დღეზე არის რა პირველად რომ მივედით მთელი ჩემი სამეგობრო იყო მოსული სათვალეებში სასაცილო იყო პროსტა რომ ვიხსენებ ვიკვირდები უსასაცილო ესი რაღაც იყო ეგ არის გადავაპარო ანუ სასაცილო იყო ეს ყველაფერი იმიტომ აი რისთვის მივდივართ მე და 100,000 კაცი ერთად ვიყავით მარშზე რომელიც არის კანონიერი ნუ ოღონდ ეს არის აი რომელი პერიოდი იცით აი მაგ დროს უკეთესობისკენ იყო ახლა სასამართლოები ვაფშე სხვანაირი არის მე რაღაც ყველაზე მობილ პერიოდში ვიყავი და აღმოჩნდა რომ მოკლედ საქმე არ არის რა და ეს რაღაც ფურცლები რას მომწონს იქ იყო მარტო ყველა პასპორტ კონტროლის აი რო გადადიხარ იმაზე საზღვარზე აი მანდ რო გიღებენ რაღაცას მარტო ეგ მეთქი ვაიმე რა კაი ეს ფოტოები მაგ თუ რაღაც მაგრამ მე არაფერი არ არის ეგ
არაფერი არ წერია და ვიღაც პოლიციელის სახელი წერია, რომელიც ადასტურებს, რომ მე დამინახა იქ თუ რაღაცა. მეორე დღეს რომ მივედით, იმიტომ რომ გადაიდო, რადგან არ ქონათ არაფერი. ცალკე ვიჯექი მე და ყველაზე მეტად რაზეც გავღიზიანდი იყო, იქ იჯდა ორი პროკურორი. აი საშინელი ენერგეტიკით, რომლებიც დამცინოდნენ. და არავის არ გავაბედინებ, რომ დამცინოს რა, ანუ აი ეგეთი ტიპი ვარ თან მე. და ანუ აი მან ძალიან ცუდად ველაპარაკებოდით უკვე ერთმანეთს. და ბოლოს დამიმტკიცეს, რომ მაინც არასწორი ვიყავი, რადგან ტროტუარზე შეიძლება არ ვეტეოდით და შეგვეძლო აქცია. მაგრამ ქვემოთ მიწის ქვეშაა. მათ გამოგიჭირეთო თუ რაღაცა. უკვე ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი. მურჩა. დაგცინოდნენ რა სამბობდნენ. აი რას პირდაპირ მნიშვნელობით იჯდნენ და გადაობდნენ ჩემზე. ანუ უნდათ რომ არაკომფორტულად ყოფილიყავი. ან პროვოცირებას ხო, და ანუ აი რა ვიცი, ყველანაირად შევიკავე თავი, რომ არ მეჭხუბა მანდ. არ ვიცი როგორ შევიკავე თავი, მაგრამ შევიკავე. და მე კიდევ ნერვიულობდი დედაჩემზე, რომელიც მეშინოდა რომ ეჭხუბა იქ, იმიტომ რომ ნუ აი ის რომ ვიღაცა დამცინის მაგაზე შეიძლება არ ვიცი რაზე შეიძლება აგენთოს თუ არა მაგაზე არ ვიცი. თან როცა იცი რომ უსამართლოდ ზიხარ მაგ სკამზე. და ბოლოს რომ მორჩა ეს ყველაფერი და რომ ავიღო ეს ნიუთები, აი იქ მომენტი, აი ტელეფონს რო იღებ. დედაჩემმა მითხრა რომ აი ნატყოლფი კარგად იქნება ეგეთი მომენტი და დააცვა მუცბად აი უღრიალა რომ აქ ხმას არ მოიღებთ და რაღაცები და დედაჩემ რაი მაგას შეუტრელდა და რომ დაიწყე ჭკუ მეთქი აი ეხლა შენც არ დაგიჭირო გეხოცები წავედით გვაქედან თქვა აი ამის თავი უკვე ნაღდათ არ მქონდა. მაგრამ ძალიან საყვარელი იყო კრისი ამალ კლუნის ვიძე იყო. კრემის ფერი ორეული ეცვა, ძალიან ლამაზი კი იყო. იმედი მაქვს მე ჯერ არ დამჭირდება სასამართლოს ლუქის აწყობაო და მეთქი. აწყობდა ლუქს. ხო, ებსადებოდა. ყველაზე ანუ ვინები იყვნენ, ანუ ჩემი ნათლიები, ან ეგ პონტი მომწონს ძალიან რაღაცა. ჩემი აზრით ნათლი ეს მამას რაღაც პონტი. სამომავლო შენ კარიერაში უნდა გამოიყენო ეს ისტორია და რამე ფილმი უნდა გამოვიდეს. ნუ აი რაღაცა საინტერესო რაღაცა მაინც ყოფილიყო, რაღაც გზის გადაკეტვა, რა გზის გადაკეტვა, ჯერ თვში რაზე იყო ლაპარაკი, ანუ აი სიგიჟეა რა და ახლა საერთოდ ადამიანები რის გამოც იჭერენ. ანუ ეგ განვითარება როგორ მოხდა რა, ანუ მე ვიყავი მანდ, იმიტომ რომ მართლა 100,000 ადამიანთან ერთად ვიდექი აქციაზე, ხო? ამის გამო ორჯერ მიმიყვანეს სასამართლოში. ახლა იჭერენ ადამიანებს, იმიტომ რომ პირბადე უკეთიათ. იქნებ ვირუსი მაქვს. თან ახლა მეგობრებო, მინდა რომ ახლა გითხრათ, რომ ვირუსი ვირუსების მქონდა. პერიოდია. აი, ანუ ვახვალებ. მე ვნერვიულობ რა, ახლა პირბადით ვერ გავალთ. ეგ იგივე რა ვიცი, აი დანითია რა. ტოლფასია მაგისი. მომწონს ამ პირბადესთანაც უკავშირდება ვიკაბუკი ამ გააკეთა რეპორტაჟი. ნახე, ანუ ვიგუდებოდი. სასწაული იყო. მაგრამ მართლა ის თანამშრომელი რა პოლიციის. გაგიჟებული იყო, ნერვიულობდა და მეც ვინერვიულე მერე. მაგრამ ჩემთვის იყო მძიმე ის ორი გოგონა, რომელიც შემთხვევით აერიათ აქტივისტებში და აღმოჩნდნენ, რომ მოდიოდნენ კონცერტიდან. კბილებს ვიკეთებოდა, მაგიტომ მიკეთიაო. ეგ იყო კატასტროფა, იმიტომ რომ ერთია, რომ დიდი თაობის ადამიანში იმედი მიცრუდება და ამას მოველი. მაგრამ ახალგაზრდა თავი, ჩემი ტოლი ორი გოგო იყო და ის მეორე დაქალი, რომელიც იყო პირბადის გარეშე, რომ მიდიოდნენ მე მთავარია მე არ მშიოდესო თუ რაღაც ტექსტი რო თქვა. აი რა უნდა ვთქვა მაგაზე არ ვიცი, მაგრამ მახსოვს რომ რამდენჯერმე გადავხე, მეგონა რომ მომეჩვენა. და ეგ არის ძალიან მძიმე საყურებელი, რომ შენ იმ დონეზე არ გადაარდებ სხვა ადამიანების ყოფა საერთოდ, რომ მხოლოდ შენ კუჭზე ფიქრობ პირდაპირ მნიშვნელობით და ამასთან აფიშირებ და ამაყობ. ძალიან მძიმეა. ანუ არ ვიცი რა უნდა ვთქვა მაგაზე, უბრალოდ ხო ამაზრზენი იყო საყურებლად. რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებს, როდესაც აი უთხარი, რომ სასამართლოზე ვარ დაბარებული? რა მოგიყვე ხა მანდ, შოკში იყვნენ. ანუ ხომ არ იყო ესეთი, რომ აი ვიღაცას დავურეკოთ, გავარკვიოთ? არა. იმიტომ რომ ჯერთი თვითონ აღარ ქონათ არავისთან კაი ურთიერთობა.
და მეორეც ერთი რომც ქონოდათ რომ ვინმესთვის დაერეკად მე გავრეკავდი. ანუ ალბათ რამეს ძალით ვიზამდი რომ იმათ არ შეეძლოთ რაღაც მე შენ გავჭედე. საუბრობ იმ ხალხზე, ვინც არის ქართული ოცნების მხარდამჭერი? ნუ მხარდამჭერზეც არ ვლაპარაკობ, უფრო აი ნეიტრალურ ტიპებზე მაგალითად, რომლებიც რავი პარლამენტში არიან, მერიაში არიან, ადვოკატები არიან მაგათი. შენი აზრით არსებობენ პარლამენტში ნეიტრალური ტიპები? არა. რომლებიც უბრალოდ ხმამაღლა არ ლაპარაკობენ ეგენი რა. მაგათ ვეძახი ლატენტურ კოცებს. ზა მიყვარს ეგ ტერმინი, ლატენტური კოცი. ამ აქციების პერიოდის განმავლობაში ვნახე კომენტარი ბატონ ზურასი. ეგ არის იმხელა მისკომუნიკაცია, რომ პროსტა აზრი არ აქვს არაფერს. ბაბუა ჩემს ხანდახან გონია რომ მესიჯს წერს და მიწერს სტატუსებს. ხო და ეგ ძალიან მე ვიყავი საჭმელად გასული. მახსოვს ვჭამრო და წავიდე აქციაზე და ნუ ჯერ ვიკვებო თუ რაღაცა. ეს შენს კუჭზე ფიქრობდი? ხო. და მე რომ შიერი წავსულიყავ, ბეჩემი უნდა გენახა მანდ. ყველას რო ჩაატენდა საჭმელს. და უცბად შევდივარ Facebook-ზე და რაღაცა რეაქშენი, რაღაცა ისტერიული არის რა Facebook-ი და მეთქი ნუ აი რა ხდება და აღმოჩნდა რომ ზურას უწერია კომენტარი, რომელსაც აქვს რაღაც 700 რეაქშენი. კივილი, წივილი, მეთქი რა ხდება? ნუ ხა რა უნდა მექნა, ხო არ წავშლიდი მაგას, უკვე დასკრინული ქონა ხავს. კი მე რა გავკეთე, ხო არ ვეჭხოვე ბაბუა ჩემს და დავწერე რაღაც ნეიტრალური კომენტარი ძალიან. ნეიტრალური ზრო არც ის ვაწყენინო და არც ჩემი თავი ვაწყენინო. თორემ მე ნუ ეგეთი ტიპი ვარ, გამორიცხული ხმა არ ამოვიღო, ვისე რაღაცას მეუბნება ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა ვინ. ნუ არ შემიძლია. მაგრამ ჩხუბიც არ შემიძლია, არ მიყვარს. რატომ არ დაურეკე? შენ სახალხოდ უპასუხე. ეს რაღაც შენი ჭია დააკმაყოფილე, რომ აი მაინც აი რადგან შენ არ შეგიძლია რომ ვიღაცამ რაღაცა ზედმეტს რომ გეუბნება, აუცილებლად უნდა გაცე პასუხი, ხო? და ეს უეჭველი უნდა გაგეკეთებინა. არ დავურეკე, იმიტომ რომ ხანდახან როდესაც რაღაცა ვიცი რომ კამბათისკენ მიდის, არ ვაკეთებ მაგას რა. განსაკუთრებით, როდესაც შენს დიდ ოჯახის წევრზე ვსაუბრობთ ასაკით. ანუ ღმერთმა დაიფაროს რაღაცა რომ მომხდარიყო მაგის მერე, ეგ რო ყოფილიყო ჩვენი დიალოგი, ძალიან მწარე იქნებოდა ჩემთვის. ანუ ვუფრთხილდები ხოლმე ემოციურ მხარეს რა, ეგეთ რაღაცების დროს. აი მაგალითად თუ ჩემზე უფროსი რაღაცა ოჯახის წევრი მაწყენინებს, შეიძლება უთხრა რომ მოდი ახლა არ ვისაუბროთ და როცა დამშვიდდებით განვიხილოთ. აი ჩხუბი და რაღაცა წივილკივილი ჯერთი არ მომწონს, მეორეც ერთი მგონია რომ არ ეკადრებათ. ბებია ბაბუას რო უყვიროდე. და ეხლა მაგ სიტუაციაში ისე გამწარდი რომ მე შეიძლება და რაღაც ცუდად მეთქვა და იმასაც ცუდად ეთქვა და ავირიდე თავი რა. რამდენიმე თვეში მივედი, ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ვილაპარაკეთ, დავშალეთ ეგ დიალოგი, მაგრამ მძიმე იყო ის ფაქტორი, რომ აქციაზე რო გავედი, უცოდ აი ხალხი ძალიან აი როგორც ჩავი ჩემი ძმა კაცი, ეგრე მოდიოდნენ ხოლმე უცხო ტიპები, ჟურნალისტებიც და ანუ ისე მეკითხებოდნენ მაგაზე, როდესაც მაგ მომენტში იმ მდგომარეობაში ვიყავი, რომ აი თქვი ანუ აი მართლა ის რაღაცა ის სად გაიზარდეთ თუ რაღაცა ეგრე ვიყავი რა. ხო ეს ხომ არ არის რომ მე ვიკამათე აქციის დროს ვიღაცა კოცთან ერთად ტროტუარზე და ამაზე პასუხი გინდა რომ თუმცა ხომ მასე ჩანს ხალხისთვის რატომ გეტყვი, იმიტომ რომ ვიცით რომ ბაბუა ჩემია, ავიწყდებათ. პერიოდი ბატონი ზურა იყო სერიოზული მხარდამჭერი ქართული ოცნების გუნდის. და რა თქმა უნდა, ახლა შენც ცნობადი ხარ, ბატონი ზურაც ყველამ ვიცით და ანუ აი ორი ცნობადი ადამიანი აქ ასე ვფიქრობ, არ განიხილავდნენ ბაბუასა და შვილიშვილის თემას. აქ განიხილავდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერისა და აი ასეთი აქტიური მოქალაქის სკანდალად აქციეს ბაბუა შვილიშვილის კამათი ეგ არის გადაღობა. ცოტა ალბათ ის კომენტარი რო წავიკითხე, ალბათ ისეთი ტექსტებიც ეწერა, რომ ხო, მაგრამ ანუ ეხლა ბაბუა ჩემზე კარგად ხო არავინ არ იცნობს მაგათგან და ეხლა ზურას ეგეთი ლექსიკა აქვს. რო ეკითხა, არ ვიცი, რაღაცაზე
რაღაცა ბენდის მუსიკა რო გამეზიარებინა, რომელიც არ უყვარს, შეიძლება ეგეთი რაღაცა მოეწერა. ოღონდ მართლა, ჩვენი ერთადერთი სალაპარაკო თემა ყოველთვის არის მუსიკა. მეტი არაფერზე არ ვლაპარაკობს და ეხა მე მიჩვეული ვარ ეგრე ლაპარაკობს ბაბუ რა. და რაღაცნაირად სხვანაირ სიტყვებს იყენებს, ვიდრე სხვა ბაბუები იყენებენ. ეხა მე მიჩვეული ვარ ეგრე გავიცანი, რომ დავიბადე და დღემდე ეგრე ვიცნობ და იქ არაფერი ისეთი არ ეწერა რეალურად რა, მაგრამ ხალხისთვის ეს უცბად ის არის, რომ აი შეტევა. მაგრამ მთელი წყენა ის იყო ჩემთვის ამ პერიოდზე, რომ ბავშვობაში სკოლაში ვინც მყავდა კლასელი გოგო, ვისთანაც ვიყავი ძალიან ახლოს, სახელდაკვართა თქმა უნდა არ დავასახელებ, ძალიან მიყვარდა, ყველაზე მეტად მიყვარდა სამყაროში რა. ახსოვს რომ რაღაცა დედამისაც როგორც ვუყვარდი და ყველაფერი. ეს ამბები რომ მოხდა, დედამისმა გადმოწერა ეს სურათი ნიუსის რა ქვია მაგას, კარდი თუ რაღაცას რო ეძახიან. ნუ სადაც ხატია ჩემი და ბაბუს ფოტო და ეგ რაღაცა ამონაწერია. ეგ დადო და მე მაგინებდა. ამაზე ვიყავი შენი დაქალის დედა. ნუ უკვე აღარ იყო დაქალი, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკური ნიადაგზე დავიშალეთ, მაგრამ ხო, აღარ მეგობრობ ძალიან ბევრ ადამიანთან, ახლა ოჯახის ახლობლებთანაც აღარ მეგობრობ. ერთადერთი ვისაც მე ვერ ვუარყოფ, ვერასდროს არის ჩემი ოჯახის წევრები, რაც არ უნდა იყოს საერთოდ და რა სიტუაციაში არ უნდა ვიყოთ და რა უთანხმოება უნდა გქონდეს, ამას მოვაგვარებთ, მაგრამ აი ოჯახის ახლობლები და ნაცნობები და კლასელები და მეგობრები და მეზობლები არავინ არ მადარდებს, იმიტომ რომ ეს არ არის მე და შენ ვერ ვთანხმდებით რაღაცა პეპერონი შეუკვეთოთ თუ რაღაც არ ვიცი ცეზარე. ეს არის ის რომ შენთვის მორალურად სწორია რაღაცა ქმედებები და ჩემთვის არა. და ხა მან ჩვენ ვერ გვექნება ურთიერთობა. მე ვერ მოგიჭდები და ვერ გაგიღიმებ და ვერ დავიწყებ ამინს ლაპარაკს მაგ დროს რა. ანუ ჩემთვის არასწორი ხარ მაგ დროს. და რა ეს არ არის რაღაც პოლიტიკური. ანუ ის რა ნიუს კარდებს რო აკეთებენ, ხო იცი? და თემაზე დაწერა. ანუ აი მაგ პერიოდში, ანუ ჩემი და ზურას იმის დროს. კომენტარის დროს რო იყო, რომ ანუ მე ვარ სირცხვილი ამ ოჯახის. ანუ შენზე ხონდა და გამიტყდა, იმიტომ რომ თქმა უნდა. იმიტომ რომ არის რაღაცები, ზოგისთვის შეიძლება არ არის ეგრე, მაგრამ ნახე მე ხო აი ამ ხელა უთანხმოება მაქვს ბევრ ადამიანთან, რომლებიც მაგალითად ქართულისობის ანუ წარმომადგენელი არის აი პარლამენტარის დონეზე ვსაუბრობ. როდესაც ვიცი რომ მე ამ ადამიანთან მეგობრობდი და მაგალითად მისი ქმარი არის ერთ-ერთი, იმ ქმრის ფოტოს არ დავდებ. ან და დანარჩენი ხა ვინც მართლა ყველაზე მთავარი ბოროტება ამათ არავისთან არანაირი კავშირი არ მაქვს და ღმერთის მადლობა, მაგრამ იმას ვამბობ რომ არიან ვიღაც ადამიანები, რომლებსაც მე პროსტა სახალხოდ არ დავწერ, იმიტომ რომ რაღაცა ურთიერთობა გაგვაჩნდა ადრე, შეიძლება 10 წლის წინ. მაგრამ მე პირობს პროსტა პატივს ვცემ. ზუსტად იგივე ნაირად ვარ ამ ჩემი კლასელის დედაზე. მაგის ოჯახს მე არც არ შევეხები. იმიტომ რომ მე მაგ სახში საუზმეს ვჭამდი და ვერ ვიტყვი რომ რა ცუდი ხარ სახალხოდ. შეიძლება ლაივში ლაპარაკის დროს ერთმანეთთან რაღაცა კამათი გქონდეს, მაგრამ მე მაგას შემთავს ვერ მივცემ მაგის უფლებას. მე მეწყინა რომ ეგ გააკეთეს რა ჩემზე. იმიტომ რომ შეიძლება უთანხმოება გქონდა, მაგრამ რატო დებ სტატუს ამაზე? ჩემი ეს ეგ უფრო აი რაღაც კულტურასთან და იმასთან არის დაკავშირებული უფრო მორალური გაშია როგორ გაგზდიან. კი. ხო. ჩოლებრივი მომენტია, როდესაც ოჯახში ასეთი უთანხმოება ხდება პოლიტიკურ თემებზე, ან ძალიან ბევრი ვიცი მასეთი. რა თქმა უნდა, სხვანაირად არ იქნებოდა ეგ ამბავი. როგორ გადალახეთ შენ და ბატონმა ზურამ ეს თემა, რომ მიხვედი ერთი თვის შემდეგ ისაუბრეთ. ანუ სულ ერთი თვის მერე. წეღან მითხარ. არა, რამდენიმე თვის მერე. რამდენიმე თვის მერე. 1 თვე, 8 თვე არ ყავდა ერთმანეთთან. სერიოზული პერიოდია. შენ გადადგე ეს ნაბიჯი? ეგ არ იყო მარტო იმაზე, რომ მე შენ არ გელაპარაკები, აქ მარტო მაგაზე არ არის, აქ იმაზეც არის, რომ ფიზიკურად მე დრო არ გამაჩნდა. ხო. პროექტიც მქონდა და თან აქციებზეც ვიყავ, თან სასამართლო მქონდა და თან ოჯახს ვუვლედი, იმიტომ რომ მე ჩემ ოჯახს ვუვლი დედა ჩემის მხარეს. მე იქ ვცხოვრობ. იქ ასევე ბაბუა მყავს, ბებია მყავს, დედა მყავს და ეგენი არიან ადამიანები, რომელსაც მე დღემდე ვუვლი, იმიტომ რომ მიყვარს.
ისინიც მიყვარს ძალიან უბრალოდ აქ უფრო მეტი პასუხისგებლობა მაქვს. აქ ვიყავი ხო და ნუ გავიდა პერიოდი, მერე მივლინებ რაღაცა, ჩამოდიოდი ისევ აქციები გრძელდებოდა, არ გამომივიდა. ის არ იყო რომ მე შენ არ გნახავ. მერე ავდექი და გადაღებიდან მივედი მაგათთან სახლში. ბებოს დაბადების დღეზე. ეგრე გადავდგი ნაბიჯი. მე. მაგრამ ანუ არ გველაპარაკე ამ თემაზე არასდროს. просто ჩავეხუტე, უთხრე რომ ძალიან მიყვარს ორივე და всё. რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ამბების შემდეგ ვნახეთ კადრები, სადაც გიორგი და ზურა გამოვიდნენ სპექტაკლის დასრულების ჩემი სასამართლოს პერიოდია კი. პლაკატებით, ბანერებით. დარწმუნებული ვარ, რომ გაგიხარდებოდა ამ ყველაფრის დანახვა. კი, დაბადების დღეზე როს. просто ჩავეხუტე, უთხრე რომ ძალიან მიყვარს ორივე და всё. რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ამბების შემდეგ ვნახეთ კადრები, სადაც გიორგი და ზურა გამოვიდნენ სპექტაკლის დასრულების ჩემი სასამართლოს პერიოდია კი. პლაკატებით, ბანერებით. დარწმუნებული ვარ, რომ გაგიხარდებოდა ამ ყველაფრის დანახვა. კი, დაბადების დღეზე ვიყავი და მახსოვს ეგ მომენტი. მაგრამ მანდ ამბობენ რომ ანუ შენი დამსახურება რაღაცები შენ სასამართლოს დაემთხვა. ყველაფერი ძალიან გამიხარდა, მაგრამ ჩემთვის ეგ არის კატო კალოტაზიშვილის დამსახურება. ჩემი მეგობრის, რომელიც ამ სპექტაკლში ასევე არის. რომელმაც თქვა რომ ეს უნდა გაეკეთებინა. ბაბუაჩემი ადგა და გაყვაბა მას. რამ განაპირობა, ანუ ეხლა მე ეხლა ვერ დამაჭერინებ შენ ის ბანერს რომ დისკუსია არ ქონდათ, უბრალოდ თქვა რომ მე ამას ვაკეთებ და იქ იყო ორი მსახიობი, რომელმაც უარი თქვა და წავიდა უკან დადგა. ხო და როდესაც ბევრი დროის განმავლობაში შენ მხარს უჭერ ქართულ ოცნებას, რაღაც უნდა მოხდეს, რამაც შეგაცვლებინოს აზრი. ნუ რეალურად ძალიან ლოგიკურია, მის ოჯახის წევრს შეეხვდნენ. ხო და იმეც მინდა დავაკავშირო, რომ ანუ შენი ამბის შემდეგ გაბრაზ და ზურა არ ვიცი შეიძლება. არც ამაზე არ გისაუბრიათ, რომ აი მადლობა ბაბუ რომ შეიცვალე აზრი რაღაც ხარ ჩვენს მხარეს. არა, არ მილაპარაკე ამაზე. მაგრამ მთელი სასაცილო ფაქტორი ამაში იცი რა არის? კი ზურა ყოფილა რაღაცა იმაში და რეკლამებში ქართული ოცნების ან სინამდვილეში არ ადარდებს ქართული ოცნება ზურას. საერთოდ არც ადრე, არც ახლა. ნუ არასდროს არ ყოფილა ის რომ მიყვარს. ანუ ზურას დღე არის ძალიან სხვანაირი, მაგალითად იღვიძებს, ჭამს, იკეთებს ყურს ასმენებს და ფეხით ცერნობს და სულ მუსიკას უსმენს. ვნახე პოსტი, სადაც გიორგიმ დაწერა, რომ ჩემშვილს ყავარ დაბლოკილიო. ხო. არა, ეგ ის თემა, რომელზეც ვერ ვილაპარაკებ. რაღაც ცუდი პერიოდია, არ მინდა. არ მიყვარს გახსენება. მაგრამ ხო, ეხლა აღარ მყავს დაბლოკილი. როგორი ურთიერთობა გაქვთ დღეს? ძალიან კარგი. ადრე უფრო ახლოს ვიყავით, იმიტომ რომ უფრო მეტი დრო გქონდა, მაგრამ ახლა როგორც კი შეგვიძლია ვნახულობთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ორ ბავშვს ზრდის და ესო პროექტები მაქვს და ვიჭერს ძალიან დამთხევა. მაგრამ ჭუკჭუკებთ თუ ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, ანუ ეგ სიახლოვე გვაქვს მაინც რა. ან ნახულობთ ერთმანეთს რაღაცნაირად, არ ვიცი, ჩემთან გამოდის. და რა იქ ხა მაგასთან რომ მივდივარ, ანუ ძალიან მიყვარს ჩემი დაზმა, მაგრამ მასა ვერ ვჭორავებ, იმიტომ რომ ესენი ყველაზე უნდა გადაანაწილო ყურადღება. არა, просто იმათ რომ ვენატრები ხოლმე ჩემ პატარა დაძმას, ისტერიკა ეწყებათ რა, რაღაცა ჭერში ძვრებია რომ გადმოხტენ და უფრო კარგად ჩამეხუტონ. აი, მაგაზე ვუყვეკობ. აი, კარს რო ვაღებ, ორივე, აი, ხოც სუგები რომ მორბიან ეგრევე. ნატალია! აი, ესე კივიან, კოსმოდალუნა. ხო, აი, გიждდებიან რა ჩემი სხვაზე და ხა მაგროს ვერ ვეჭორავებ, იმიტომ რომ ორივე ესე მიზის და აი, ეს ჭერთ და როგორც არ უნდა მიყვარ, ვერ ვეჭორავები და ჭორების დროს ჩემთან გამოდის და ნუ აი, ხშირად ვერ ვშვებით რა სამწუხაროდ. მე უნდა მოვუხშირო ზოგადად ეხლა ამ ლაპარაკის დროს მივხვდი რომ ხშირად ვნახო უფრო ჩემი ოჯახის წევრები ალბათ. მიხარია რომ ამ იმამდე მიგიყვანა ჩვენმა საუბარმა. ნატალია, ვნახე რომ შენ დაწერე, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდიო თუ
მე ვიღაც მithვალთვალებდა ოდესმეო მანქანით ხო, ეგ იმის დროს გამომყვებოდნენ. იყო სასამართლოს პერიოდის დროს. ანუ წარმოდგენაც არ მინდა რამ დონეზე საშინელია ეს ფაქტი. როგორ მიხვდი რომ გithვალთვალებდნენ? ეგ იყო გათენების აქცია. 2024-ის მაისი. ხო, მახსოვს, იმიტომ რომ დილით, ანუ გათენების შემდეგ უნდა მე წავსულიყავი ბოლო სეზონის პრე-პროდაქშენის შეხვედრაზე პირველად. მაგრამ ეს კარგად მახსოვს ეგ დღე. აქციაზე ვიყავი გათენების და ოპერასთან დავინახე, რაღაც ჩავი მანქანა გაჩერდა. გადმოდის ტიპი, რომელიც ძალიან არა აქტივისტის იერით არის. არ ვიცი როგორ. ხო იცი, აი რაღაცა შინაგანი ის რო არის. აი ეგ მეუბნება რომ ეს რაღაცა უცხო ტიპია. თან ანუ ხა აქციაზე თუ მოდიხარ გათენების, ანუ ხშირად დადიხარ აქციაზე. ხშირად თუ დადიხარ აქციაზე, ანუ ხალხს იცნობ, რომლებიც აქ დადიან. იმიტომ რომ აქ პერიოდში რაღაცა ყოველ დღე ხომ მოდიხარ, ვიღაცას გაიცნობ თუ არ იცნობ არავის და მარტო დადიხარ, იცნობ რა უკვე. გადმოდის, დადის, იყურება, არავის არ ესალმება. დგას მიყურებს, მე თქვენ ნუ კაი. მე იქითკენ წავედი, რაღაცა ინტერვიუ უნდა ჩამეწერა. და მახსოვს, ვიღაცები არიგებდნენ პირბადეებს. ეს პირბადე აიღო, გაიკეთა, იყურება წინ და უკან და ეს ინტერვიუს რო წერა, ნუ აქ დგას მიყურებს. კი კაინად, ეხა გადათენებული ხარ, ალბათ პარანოია გაქვს. გავედი იქით, კიდე აქეთ წამოვიდა, წვიმს უკვე. და აი ჩემ მეგობრები იყვნენ რა და მაგათთან მივედი იქ დავდექი და მეუნები რომ მეთქი. აი ეს ტიპი მაგარი სტრანი ტიპია თქო რა, იმენა მithვალთვალებს ხო და მე ნუ აფრენო რა, ხო გეძინებაო და გაითიშავ ვინ რასაც გითვალთვალებს იმ და ორი კაცი ვდგავართო და ღირე ცის ქვეშ თუ რაღაცა. მეთქი არა თქო. და ამ ჩემ ორ მეგობრს ვთხარ, მეთქი მანქანით თუ ხარ თქვენ წამიყვანეთ სახში თქო და კაიო, ნუ ხაო წაგიყვანთო და ნუ გეშინიაო და მიგაცილებთო ესე მივდივართ. ხედავ რა უკვე არის თავის მანქანასთან, ანუ საიქტრენსო წავიდეთ. რაღაცას დებს. და გამოდის და ანუ უნდა წავიდეს იქითკენ რა, ანუ ესე ავწდით ერთმანეთს და მიყურებს თან. და უკვე როდნავ გავწდი, ვიყურები და მორბის უფრო სწრაფად რომ უფრო დამეწიოს. მეთქი, ოკეი, ანუ ეხა ეს მეჩვენება, ეს ვეუბნები ბავშვებს. ჯდება მანქანაში. აი არავინ არ არის გზაზე რა, ანუ მანქანები ხა წამეგე რუსთაველზე, აი ოპერიდა რომ მიდიხარ იქითკენ. და როგორ მოდის იცი? აი მე ხო ესე მივდივარ და ესე მოდის 10-ით. და ჩვენ ავუხვიეთ და დაიბდა, ვეღარ გვიპოვა. მაგრამ ძალიან უცნაური იყო. მე კიდე მჩდებოდა სხვა აქციებზე და იგივე ადამიანი. იგივე ტიპი. მანქანის ნომრები და რამე. არა, არ გადამიღია, ეგ არის ცუდი. და მაგრამ ამ ტიპის ფოტო მაქვს. იმიტომ რომ ხო ვიპოვე. მაგრამ ჩვენ გავიცანით ბავშვებმა. იცით ვინც არის? არა, სახელი არ ვიცი, მაგრამ აქციაზე ვიყავით და კიდე მithვალთვალებდა, ჩემი დაქალის დედა მივიდა, ესე პადრუჩკა გაუკეთა და აბა ხო მოდი. ეჭორავებოდა ცუდ კაცებზე, რომლებიც დასდევენ გოგოებს. შენ ხო კაი ქართველი ხარ, ხო დაიცავდიო ეგეთ ტიპისგანო გოგოსო და ესე აკეთებს გიგეგი და ევროკავშირის რაღაც პატარა დროშა გვქონდა და ძალით დავუჭერდით. მაგის მე აღარ გვინდა ხავს, შეეშინდა ალბათ. ნუ ეხა ხვდები, ისე ელაპარაკა ჩემი დაქალის დედა რომ ანუ ის კი არა რომ ეხა რამეს ცუძ გიზამ. პირიქით, ნამუსზე შეეხო. ეგ უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. ნატალი, ამ ამბების შემდეგ სასამართლო ეს თვალთვალი არ დაიბადა შენში რამე შიში? არა. უარესი რაღაცა იყო აქციებამდე და თან კიდე ჩემი მეგობრები ისეთ მდგომარეობაში არიან ეხლა რომ ანუ მერისი არ მაქვს უფლება რომ რაღაცის მეშინოდეს, რომელიც ოდნავად ახლოს ვერ მივა მაგათ ტკივილთან რა. არ ნერვიულობ რომ ნუ ღმერთმა დაიფაროს რა სისულელეა უკვე საკმარისია და რომ შემდეგ შეიძლება აღარ იყოს ჯარიმა მხოლოდ. უკვე ეგრეა ახლა. მაგრამ ყველა არის მე მგონი მორალურად მზად მაგისთვის, იმიტომ რომ ახლა ეგ ხდება როგორც არ ვიცი. აი ეგ მაღიზიანებს რომ რაღაც უკვე ჩვეულებრივი მომენტი გახდა. ხო, ეგ ყველა ფიქრობს როგორ უნდა რაქნას მაგ დროს. აგიღონ და წაგიღონ ჩაქსვან ციხეში, ხო? ანუ ეგ
ღიზიანტები. ძალიან და იმ არ ნერვიულობ შენ ამაზე? აი რა უნდა ქნა თუ ღმერთმა წარმოდგენა დაიფაროს არ და მაქვს, იმიტომ რომ აა თითქოს რაღაცა ძალიან მიყვარს მარტოყოფნა. მიყვარს ჩემთვის წიგნებს რომ ვკითხავ და არავინ ტვინს არ მიჭამს და მაგროს ჩემთვის რომ ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს აქ ისეთი, რომელიც იქ შეიძლება ჩემთვის ძალიან რთული იყოს სხვანაირად. ანუ ჩემი მენტალური ჯანმრთელობა მაგალითად დეპერსონალიზაცია რომ მაქვს. ეხლა რო ვიყო რაღაცა ერთ ფერს რო ვუყურებდე და ჩემი რაღაცები რაც გამაჩნია სამ ოთახში, რომლითაც ვაბრუნებ ჩემ თავს რეალობაში, ეგ რო არ მქონდეს იქ მაგალითად. არ ვიცი, ალბათ საგიჟეთში წამიყვანდეთ მაქედან რა, მაგრამ მგონია რომ რაღაც მხრივ ეგ თუ მოხდება რაღაცნაირად უფრო კაცურად უნდა შევხვდე მაგას. და მიმედი მაქვს რომ არ იქნება რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ყველა გამოცდილება არ არის გამოცდილება რომელიც გინდა რომ გქონდოს. მაგათაც იხე. მაგრამ არ უნდა მე არ მაქვს რაღაცა შიში და ვაიმე არ მაქვს. უბრალოდ ის მაქვს რომ იმედი მაქვს ეს არ მოხდება. თუ მოხდება მაგის გამო რაღაცები მიქნია ჩემ თავთან რომ აი ვიცოდე როგორ უნდა მომემზადო მაგისთვის რა გიფიქრი გავაკეთო. ამაზე. რა თქმა უნდა, როგორ ვის არ უფიქრია? მე მგონი ბებია ჩემსაც უფიქრია ამაზე. ანუ ყველაფრის გამო გიჭერენ, არ არის აუცილებელი რომ კრიმინალი იყო რომ დაგიჭირონ, ეგ არის მთელი კატასტროფა ამ ყველაფერში. დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი ზუსტად იმიტომ კეთდება რომ შიში დაიბადოს ჩვენში. ცირა არის როდესაც ამდენ კრიმინალს საშიშ ადამიანს უშვებენ გარეთ, იმიტომ რომ ადგილი გქონდეთ რომ დაიჭირონ პატიოსანი მოქალაქეები, რომელსაც არაფერი არ დაუშავებიათ. აი ეგ არის სიგიჟე. სიგიჟე არის ის 71 წლის ქალბატონი დევნილი, რომელიც ციხეში ზის. აი ეგეთი რაღაცეები საერთოდ იმდენზე ალოგიკურია, რომ გონია რომ სადმე რომ ჩავიდე და ამაზე ვილაპარაკო, გაეცინებათ რომ ხო კარგად ხარ. ეგეთ ვინ აკეთებს მაგას, ხო ხვდები? რაღაცა არ ვიცი. ძალიან უხერხულია რომ შენს ქვეყანაში ყველაფერი ხდება აღიარების დონეზე რა. იმიტომ რომ ადრე იყო ის რომ აი ჩემი უცხოელი მეგობრები მწერდნენ რომ აი მე ერთსული მაგ ჩამოვიდე მანდ, იმიტომ რომ აი მანდ გაგვთ როგორი კარგი მუსიკა ან მაგალითად ხინკალი. აი რაღაცებზე ხო ლაპარაკობენ. ეხლა არის ის რომ მომაწოდე ინფორმაცია რომ გავაზიარო რომ ხალხმა გაიგოს ეს რა ხდება მათ. და ნერვები მეშლება, იმიტომ რომ ანუ იმაზე მეშლება ნერვები რომ რაღაც მხრივ ნაბიჯებით წინ ვიყავით. რისი გეშინია? ორი რაღაცის მეშინია. ერთი რომ გამოყენებულად არ ვიგზნო თავი. და მეორე ისე მოკვდა რომ რაღაცები ვერ მოვასწრო. რატომაც ბავშვებიდან მაგის შიში მაქვს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ხო აი სულ ეგ მაქვს. რომ აი რაღაცები მინდა რომ გავაკეთო და არ მინდა რომ ისე დამთავრდეს ყველაფერი რომ ვერ მოვასწრო. მე გამიცრუდება იმედი. მადლობა. მადლობა შენ.